ისტორიული პროცესები მიმდინარეობს ჩვენს გარშემო. პირველ ყოვლისა ეს რასაკვირველია უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, მაგრამ ამ საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს და პირველ ყოვლისა ცხადია შეერთებულ შტატებს, რომელიც ამ საომარ მოქმედებებში პირდაპირ არ არის ჩართული და არც ჩაერთვება, რასაკვირველია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი აქტორია იყო, არის და იქნება და განსაკუთრებით შეერთებული შტატები არის და იქნება უმნიშვნელოვანესი აქტორი მანამ, სანამ ესოდენ დინამიკური პრეზიდენტი ხავს სათავეში პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ერთი ესე ვამბობ, ასე ვიტყვი, თქვენის ნებართვით ერთი წუთითაც კი არ ისვენებს ხან სად არის, ხან სად და პრაქტიკულად დღეში ერთხელ კი და დღეში 7 ჯერ ჩდება ტელეკამერების წინ, ბევრ თქვენგანს აღიზიანებს მისი გამოჩენა 7 ჯერ და ბევრ თქვენგანი მიიჩნევს, რომ 6 ჯერ ამ 7-დან არაადეკვატურია პრეზიდენტი ტრამპი, ბევრი თქვენგანი კი პირიქით მიიჩნევს, რომ 6 ჯერ 7 გამოჩენიდან სწორედაც რომ ადეკვატურია. ფაქტია, რომ ტრამპის პრეზიდენტად მეორედ კურთხევის, ანუ მეორე კადენციის დროს ამერიკის შეერთებული შტატები საოცრად გააქტიურებულია საერთაშორისო ასპარეზზე და რომელ ქვეყანას არ გადასწოდება ხოლმე 47-ე პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა, ადრე იცით თქვენ დანიის გრენლანდიაზე ლაპარაკობდა, ასევე ადრე ლაპარაკობდა იმაზე, რომ კანადა 51 შტატი უნდა გახდეს შეერთებული შტატებისა, ბოლო 4 თვეა, 5 თვეა ამის თაობაზე არაფერი ხსმენია, მაგრამ სამაგიეროდ ბოლო 4, 5, 6 თვეა ის უაღრესად აქტიურად არის ჩაბმული უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებში, უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, თუ თებერვალში, მარტში, იანვარში მას ჰქონდა ბჟუტავი იმედი იმისა, რომ რუსეთთან მოილაპარაკებდა, მეცაც გეტყვით ალასკის შეხვედრის ჩათვლით ჰქონდა მას ბჟუტავი იმედი, რომ რუსეთთან მოილაპარაკებდა, რომ პუტინს უკან დაახევინებდა, დრო გადის, პუტინი უკან არიხევს, მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთის პირველქმნილი მიზეზები, კონფლიქტის პირველქმნილი მიზეზები უნდა აღმოიფხრას და მხოლოდ ამის შემდეგ თუ შეაჩერებს ისიც თუ რუსეთი ამ საომარ მოქმედებებს, ვინც ის იქნება დანარჩენი უკრაინის დაპყრობაც კი სცადოს და ვინც ის იქნებს შეუტიოს კიდეც აღმოსავლეთ ევროპას და დასავლეთ ევროპასაც კი და ალასკაზე განსაკუთრებით, თუმცა მანამდე ვატიკანში შემდგარი შეხვედრის შემდეგ ტრამპი ერთგვარად ტრანსფორმირდა და ახალი დინამიკა, ან სხვაგვარი დინამიკა შეიძინა მისმა პოზიციებმაც და ამ კონფლიქტმაც და ასე შემდეგ. ახლა უკვე იქამდეც კი მივედით, რომ გარკვეულზე მაღალი ალბათობით ტომოჰავკებსაც კი გადასცემს შეერთებული შტატები უკრაინას. მოკლედ ეს ამბებია, მაგრამ პარალელურად მიმდინარეობს სხვა საინტერესო ამბები, რომელსაც თუგნებავ დავარქვათ ტარიფების ომი, ესეც ოდნავ მოძველებული შეფასება, ეს ამ ამბებმაც გადაიარა, ახლა უფრო სასარგებლო წიაღისეულზე უნდა ვისაუბროთ, ახლა უკვე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რუსეთის გარშემო ერთგვარი რკალი იკვრება და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ის სახელმწიფოებიც კი, რომლებიც ოდესღაც და ბოლო პერიოდამდე მოიაზრებოდნენ, მათი მოაზრება აუცილებელი იყო რუსეთის ფრთებს, ხო ისინიც კი ნელ-ნელა უსხლტებიან რუსეთს ვერც დაუშლის მოსკოვი, ასე მაგალითად ყაზახეთის ლიდერს, ყაზახეთს ზოგადად, თურქმენეთს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთს, რომ მათ დამოუკიდებელი ურთიერთობები აწყონ შეერთებული შტატების ლიდერთან და ზოგადად შეერთებულ შტატებთან და აკი ამიტომაც ისე ეს ხუთეული ჩავიდა ვაშინგტონში, შეხვდა ტრამპსაც და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოილაპარაკეს მხარეებმა, რაც არსებითად, კონცეპტუალურად რო იბჭდოთ, არის ერთი რამეზე მიმანიშნებელი, რომ ხუთივე ეს სახელმწიფო ნელ-ნელა დაუსხლტება ამასობაში, რუსეთს და რუსეთი აბსოლუტურად მარტო რჩება ბელარუსის და ჩრდილოეთ კორეის ამ არამეთქი, ასე ვიტყვი, და ირანსაც შევიყვანდი ამ ორეულში მესამე ნაწილად, მაგრამ ეს მესამე სახელმწიფოდ, მაგრამ ეს უკან აწყდელი, ანუ ირანი გვარიანად დასუსტებულია იმ ცნობილი ოპერაციისა და სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, რომელიც მას გადახდა ცალკე ისრაელთან, ცალკე შეერთებულ შტატებთან და ორივესთან ერთად, ამიტომ ეს ხაზი, ეს ვერტიკალი მოსკოვი-თეირანი პრაქტიკულად მოშლილია აქვე ვიტყვი, რომ თბილისის
მოხელთება საბოლოო და საკუთარი სუნიანი იღლის ქვეშ მოქცევა საქართველოსი რუსეთს იმის გამოც უნდა რომ აქ პუშკინი დადიოდა და ესენი კი დადიოდა და არა მხოლოდ დადიოდა, ხო ასევე დადიოდა და მიდიოდა მოდიოდა, თლად გულახდილები თუ ვიქნებით, არამედ იმიტომაც უნდა რომ თბილისი მნიშვნელოვანი პლაცდარმი იყოს სამომავლოდ რუსეთისათვის, იმისათვის რომ რუსეთი დაბრუნდეს სამხრეთ კავკასიაში და ჩაშალოს შეძლების დაგვარად, ჩაშალოს ის ისტორიული შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ანუ განაახლებინოს ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან სამხედრო დაპირისპირება და თანმდევი ეკონომიკური პროექტები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტის ძალისხმევით განხორციელდება, ესენიც ჩაშალოს და რუსეთის გაზპრომის, რუსეთის რუსნეფტის თუ როსნეფტის, რუსეთის ლუკოილის, რუსეთის მსხვილი საწარმოების და კომპანიების მონაწილეობა ამ პროექტებში, მათ შორის შუა დერეფანშიც და არა მხოლოდ უზრუნველყოს ნავთობის მოპოვებაში, ნავთობის ტრანზიტში, ბუნებრივი აირის მოპოვებაში, ბუნებრივი აირის ტრანზიტში და ასე შემდეგ საქართველოს რომ მოსწყდეს, რუსეთს წარმოიდგინეთ რამდენად გაუჭირდება მას ამ იმპერიას თუნდაც პოსტპუტინისტურ ეპოქაში დაბრუნება კავკასიის რეგიონში, გაუჭირდება მეთქი ერთის მხრივ ვამბობ და მეორეს მხრივ არასწორია ეს შეფასება, ვერც ვეღარასოდეს ვეღარ შეძლებს ადეკვატური აზერბაიჯანის ევროპისაკენ მზერა გაპარული და ნაბიჯგადადგმული სომხეთის და საქართველოს რომ მოწყვეტილი იქნება, თუ მოწყვეტილი იქნება და პროდასავლური ხელისუფლება ეყოლება საქართველოს, ამ პირობებში რუსეთი საბოლოოდ სრულდება კავკასიის რეგიონში, დროის ამბავი იქნება მისი 5 თუ 6 სამხედრო ბაზის და სამხედრო კონტინგენტის გაძევება კავკასიის რეგიონიდან. ეს არის პირველ ყოვლისა გიუმრის ბაზა სომხეთში, დროის ამბავია მისი გაძევება მანამ სანამ მას კონტრაქტი ამოეწურება. ეს არის სოხუმისა და ოჩამჩიისა და გუდაუთის ბაზები. დიახ, საქართველოს თუ პროდასავლური ქვეყანა იქნება დასუსტებული რუსეთის კვალობაზე, ეს ბაზები აღმოიფხვრება, ამოიძირკვება ჩვენი აფხაზეთის ამ 3 ქალაქიდან და ეს არის 2 ბაზა ცხინვალის რეგიონში, ჯავისა და ცხინვალის ბაზები, თავის ისკანდერებით, S-300-ებით და ასე შემდეგ. რუსეთი თუ დასუსტდა, ისე გაიყვანს თუ გაიტანს ამ ისკანდერებს და ისე გააუქმებს ამ ბაზებს, როგორც დაგიბარები ათოღოთ რუსეთი, რასაკვირველია კუთს იქნებს, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ის რაც ხდება საბოლოო ჯამში მოცემულ ეტაპზე უკრაინის კონტექსტში და არა მხოლოდ, ეს არის ის რაც არ მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში გასულ საუკუნეში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და იმხანად მაშინდელმა დასავლეთმა ჩათვალა, რომ რატომაც არა, why not, почему бы и нет, შეიცვალოს რუსეთი, გარდაიქმნას დემოკრატიულ სახელმწიფოდ და მოდი ბოლომდე არ ჩავკლათ მისი ამბიციები, რომლებიც იმპერიული არ იქნება, გამოხდა ხანი და მალევე არათუ პუტინის, არამედ ელცინის რუსეთიც კი კვლავ რევანშისტური იმპერიალისტური გახდა. ოღონდ დასავლეთმა უყლაპა და უყლაპა, მათ შორის ჩეჩნეთის პირველი ომი, ჩეჩნების გენოციდი და უკვე შემდგომ პუტინის პერიოდში, არა მანამდე საქართველოსთან წარმოებული ომი სწორედ ელცინის რუსეთისა 92-93 წლებში და უკვე შემდგომ ელცინის პერიოდის დასრულების შემდგომ პუტინის პერიოდში ის ტრაგედიები, რომლებიც დაატრიალა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე ამ შლეგმა თავის დროზე ვითომ დემოკრატმა პუტინმა და მერე უკვე რუსეთს ფარგლებს მიღმაც, ანუ ჩეჩნეთის მეორე ომი დაატრიალა, ასევე ბესლანები, ნორდოსტები და ასე შემდეგ, კურსკები, ანუ წყალქვეშა ნავს გულისხმობ და მერე უკვე მოვედით 2008-მდე და მერე მივედით 2014-მდე და მერე მივედით 2022-მდე. ამასობაში რუსები და სწორედ რუსები აპირებენ და აკეთებენ კიდეც ქართული საზოგადოება ტვინ გამორეცხილიაო, ასე უნდათ რომ წარმოვაჩინონ, ტვინს ურეცხავენ ქართულ საზოგადოებას ქართველებისავე ხელით და ამ ქართველებისავე ხელში საქართველოს პარლამენტად წოდებულ ბანდას რასაკვირველია, გულისხმობ მათ მის სპიკერებს, სახელისუფლო არ ხელისუფლებად წოდებულ ბანდიტებს და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი გამოუვიდოდათ ამათ, რომ არა ზუზუზე, პაპუაშვილის ზუზუზე, მიმიბმული პაპუაშვილის ზუზე, კობახიძის ზუზუზე და მათი ოლიგარქების ზუზუებზე მიბმული მედია საშუალებები და ეს ოლიგარქები არიან რასაკვირველია, აი რუხაძე, რომლის ზუზუთითაც იკვებება ტელეკომპანია იმედი
და რუსთავი 2, რომელიც ვისი ძუძუთ იკვებება, სიმართლე გითხრათ, ანუ ვის ძერძეს მოიხმარს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, თუმცა რასაკვირველი არიან ეს მინი თუ მაქსი ოლიგარქები, რომლებიც ბიძი და ივანიშვილის კარნახით აწარმოებენ საინფორმაციო პოლიტიკას და მონანი, რომლებიც არიან თუ ერთ თუ მეორე თუ მესამე თუ მეოთხე ტელეარხზე, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს დაკარგოს მისი ბუნებრივი, ისთვის განსაკუთრებულად და გამორჩეულად აუცილებელი ადგილსამყოფელი ევროპის სახით და დიახ პასუხისმგებელნი, გარდა იმისა, რომ პაპუაშვილია პასუხისმგებელი კობახიძე თუ არ ვიცი მდინარაძე თუ გია ვოლსკი, მედიის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ტყუილზე ავრცელებენ, ფუთავენ ქარდებით და ასე შემდეგ და კონტექსტის გარეშე საზოგადოებას აცნობენ ამა თუ იმ ინფორმაციას, მიკერძოებულს, პროპაგანდისტურს, ტყუილს უმრავლეს შემთხვევაში და ასე შემდეგ. ახლახან გაავრცელა სწორედ რუსთავი 2-მა ხერჩინსკიზე რაღაც განცხადება, რაღაცა ამბავი, პაվել ხერჩინსკიზე, ჩვენს ევროკავშირის ელჩზე საქართველოში, რაც არის არსებითი ტყუილი და რაც თავარია პროპაგანდისტურად შეფუთული სიმართლე რომ წეწეროს კი არა წერია რაღაც სცენარები სწორედ აქვთ თარგმნილი, მაგრამ კონტექსტის გარეშე და სულ სხვა რამე წერია, ოღონდ სათაურად იმსეთი რამე აქვთ გამოტანილი, რომ აგორებულია კამპანია ევროკავშირის ზოგადად და ამ შემთხვევაში პაվել ხერჩინსკის წინააღმდეგ. ასეთ თვალსაჩინოებას ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად, მაგალითად რაღაცას დაარქმევენ ეს პროპაგანდისტული არხები, უпроსტად მათი FSB-ს კურატორები და საზოგადოების ერთ ნაწილს დაგეშავენ ხოლმე ევროპის უმრავლეს შემთხვევაში ევროპელი ჩინოვნიკების, ამერიკელების აგრეთვე, მოკლედ ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, შინაარსი სხვა არის, სათაური სხვა არის, ლიდი სხვა არის, ჰედლაინი სხვა არის და ასე შემდეგ, მაგრამ ამათ მაქსიმალურად ყვითელი, მაქსიმალურად სკანდალური, მაქსიმალურად ანტიევროპული ამ გლეჯილი კონტექსტიდან სათაური გამოაქვთ და ეს კი საფუძველთა საფუძველია, რომ დავიდა ამ ტროლბოტების ხო მათემუშავებიან და რეალური ადამიანების კომენტარები იმის თაობაზე, როგორ დაგღუპა თურმე ჩვენ ევროპამ არათუ დაგღუპა, ევროპა ჩვენი პარტნიორი იყო, არის და იქნება, ქართველი ხალხი იგულისხმება, მაგრამ პასუხისმგებელი კვლავ ვიმეორებ არის არამხოლოდ რუსეთის ძუძუზე მიბმული მამუკა მდინარაძე, არამედ მამუკა მდინარაძის ოლიგარქების ძუძუებზე მიბმული ჟიქანზე მიბმული ვითომ მედია სახელისუფლო, რეალურად კი პროპაგანდისტური არხები. ახლა ერთი დეტალიც და დავამთავრებ პრინციპში ვიდეო ბლოგს. სამწუხაროდ რუსთავი 2 ამას არ გაგივრცელებთ და ამაზე არაფერს გეტყვით. მე მაქვს ხელთ აი ხო არის ესეთი ამბავი შექმნილი ჩვენთან, რომ საქართველოს ებრძვის დასავლეთი, საქართველოსთვის რუსეთზე მეტი იმპერია დასავლეთი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, აი თეთრი სახლი კრემლზე უარესია, ან ბრიუსელი კრემლზე უარესია და ასე შემდეგ. აგრეთვე ისი თქვენ, რომ აგორებული იყო და ახლაც არის ასეთი კამპანია, რომ ერდოღანი, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიდერი, თურქეთის ლიდერი არის იმპერიალისტი და თურქებს აქვს უფრო უარესი მიზნები საქართველოსთან მიმართებაში, ვიდრე აქვთ რუსებს. ეს კამპანია, ამგვარი კამპანიის უკან რასაკვირველია, სუსი ანუ FSB-ა, დინარაძე ანუ ნარიშკინი თუ ბორტნიკოვი თუ ეს ისინი არიან რუსი FSB-შნიკები, ანუ პუტინი და პუტინის კაბანდა და ასე შემდეგ. მაგრამ ახლახან გავრცელდა, როდის ვიხდი გეტყვით სადაც ერთი დღის წინ, დიახ, გავრცელდა რეჯეპ ტაი ერდოღანის, თურქეთის ლიდერის განცხადება, შემდეგი, რომელსაც რუსთავი 2 იმედი თუ პოზიტივი თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არამც არ გაგაცნობენ, იმიტომ რომ მათ უნდათ, რომ თქვენ გეგონოთ, რომ თურქეთის ლიდერი ერდოღანი უარესია ვიდრე პუტინი და პუტინს უნდა შეურიგდეს ბიძინა ივანიშვილი ბანდიტი და არ უნდა შეეგუოს თურქების ექსპანსია, სხვათა შორის აი არაბების ექსპანსიაზე ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ, ამასთან დაკავშირებით გაправებით არიან დაკავებულნი მედიის საშუალებები, იმიტომ რომ ბძანა ხელისუფალმა, ბძანა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს ინვესტიცია გარდაულად აუცილებელია ჩვენთვის და სიღრმეებში
არც ეკოლოგიური მიმართულებით, არც უსაფრთხოების მიმართულებით, არანაირი მიმართულებით არ ჩაძვრება ხოლმე ქართული მედიად წოდებული პროპაგანდისტები. მაგრამ ახლა იმაზე არ ვლაპარაკობ, იმ 6.5 მილიარდიან ინვესტიციაზე, მე ვლაპარაკობ თურქეთის იმ ლიდერის, რომელზეც ამბობენ, რომ აი ლექსი წარმოთქვა მესხეთო, ჩემო მესხეთო, თითქოს ამ ლექსის წარმოთქმა იყოს თურქული ჯარის მესხეთისაკენ დაძვრის საფუძველი. მერე ვიღაცეები ამბობენ, რომ ყარსის ხელშეკრულება 100 წელი კი გავიდა, მაგრამ აი 118 წელი რო გავა, თურქეთი აუცილებლად შემოვა აჭარაში და წაიღებს ბათუმს თუ ქობულეთს თუ ორივეს ერთად და რაღაც ზემო აჭარას კიდევ მიაყოლებს ზედ. მერე ვიღაცეები ამბობენ, რომ თურქეთი რბილად შემოდის, თითქოს ვერ ხედავდნენ რუსებს, რომლებიც 3-ჯერ მეტნი არიან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიდრე თურქები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აქ გითხარით არის რუსეთის პროპაგანდა. კიდევ ამბობენ იმას, რომ პრეზიდენტი ყაველაშვილი რომ სტუმრობდა ანკარას და შეხვდა სარზეიმით მიიღეს იქ პრეზიდენტ ერდოღანს, ხალიჩები გაუფინეს, იქ ერდოღანმა თქვა, მართლა თქვა, ოღონდ რომ თურქი მესხების საკითხი უნდა გადაწყდეს და თუ მოვილაპარაკებთ, თურქეთი თავად დააფინანსებს ამ თურქი მესხების ადგილსამყოფელის მშენებლო აშენებასო, მაშინ თუ მაგარი იყო ყაველაშვილი და მაგარია ლეგიტიმურიო ვარო, რომ ამბობს, მაშინ იქვე ეპასუხა ლეგიტიმურ ყაველაშვილს. ერდოღანისთვის საქმე ის არის, რომ ჯერ კიდე შევარდნაძის დროს მეორედ, შევარდნაძის დროს მესამედ, სააკაშვილის დროს და ასე შემდეგ, ბიზინა ივანიშვილის დროსაც თუ თლად გულახდილები ვიქნებით, ამ საკითხს წამოსწევდა ხოლმე თურქეთი, მაგრამ ოსტატურად ერთი ლიდერი, მეორე ლიდერი ანუ შევარდნაძე და სააკაშვილი ამ თემასთან დაკავშირებით, ამ თემას გვერდსუვლიდნენ და სხვა ისეთ საკითხებს თავაზობდნენ ხოლმე ერდოღანს, ან წინამორბედ ასე მაგალითად სულეიმან დემირელის თურქეთის სხვა ლიდერს, რომ ეს აქტუალური არ იყო დღეს ნახარა სუსტი საქართველოს, სწორედ იმიტომ რომ ივაჭროს კარგი კონოტაციით საქართველოს წამოიყვანოს ბევრი სწორი ნაბიჯი გადაადგმევინოს საქართველოს, იმიტომ წამოსწია ერდოღანმა, ოღონდ ივანიშვილმა ეს კონტექსტი ვერ წაიკითხა. ასევე მოკლედ ამბავია და ერდოღანთან მიმართებაში და დღენიადაგ იმას ცდილობენ რუსები და ქართულ გვარიანი რუსები, რომ თქვან, რომ თურქეთი არის ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფო და უმალ პრავასლავნი რუსეთთან სჯობს შერიგება თუ მორიგება თუ მოგვარება თუ ჩახუტება თუ ლოგინში ჩაგორება, ვიდრე არაპრავასლავნი კი არა მუსლიმურ თურქეთთანო. ამის თქმას ცდილობს ქართული FSB და ქართული FSB, ანუ ქართული სუსი, ქართულად წოდებული სუსი და მედიის საშუალებები ამ ყველაფერში ხელს უწყობენ. მაგრამ ეს მედიის საშუალებები თქვენ არ გაგაცნობენ იმას, რასაც ახლა მე ვიტყვი და ამ სიტყვების ავტორი არის რეჯეპ ტაი ერდოღანი. ამ ერთი დღის წინ, დღენახევრის წინ, ერდოღანმა თქვა, ჩემი მოსაზრებით ისტორიული ის სიტყვები, რომლებიც თქვენთვის თურქეთ მოზულეებისათვის, თურქეთ მოშიშებისათვის არის მეტად საყურადღებო ჩემი მოსაზრებით და დასაფიქრებელი და თქვენი პოზიციების შემცვლელი უნდა იყოს, თქვენ პოზიციები უნდა შეცვალოთ ამ ერდოღანის ამ სიტყვების, ამ პოზიციის, ამ მოსაზრების და ამ გადაწყვეტილების გამო. ნახეთ, რას ამბობს ეს გენიალური პოლიტიკოსი რეჯეპ ტაი ერდოღანი. ჩვენ სიტყვით თარგმანია, არ გვაქვს არანაირი გეგმა, არანაირი ამბიცია დავიპყროთ რომელიმე სხვა ქვეყანა, ან ჩავერიოთ რომელიმე სხვა ქვეყნის მიწაში სუვერენიტეტსა ან ბუნებრივ რესურსებში. საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ შეწყვიტოთ თქვენი ქსენოფობიური დამოკიდებულებები თურქეთის მიმართ, იმისთვის, რომ თქვენ აღიაროთ, რომ თურქეთი, რომელიც ერთადერთი სახელმწიფოა მეზობელ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ცნობს თავის მხრივ საქართველოს საზღვრებს და ამბობს, რომ საქართველოს საზღვარი აქ გადის, ხოლო თურქეთი აქ არის და საქართველო აქ არის, საკმარისია თუ არა ერდოღანის ეს განცხადება, რომ დაივიწყოთ მის მიერ წარმოთქმული ყველა ლექსი მესხეთსა თუ არა მესხეთზე და არ მიაკეროთ მას, არ მიალწებოთ მას, თითქოს ის იყოს ექსპანსიონისტი, თითქოს ის იყოს საქართველოს ამომგდები, თითქოს მას სურდეს საქართველოს დაპყრობა. დიახ,
რა საკვირველია თურქეთი ძალიან მძლავრი ქვეყანაა რომელიც რეგიონის მასშტაბით არ დაუშვებს არ ეცდება რომ არ დაუშვებს სხვების ბატონობა რეგიონში განსაკუთრებით რუსეთისა მიუხედავად იმისა რომ რუსეთი იყო ერთი ხანობა მისი სიტუაციური პარტნიორი და რამდენიმე ეკონომიკური პროექტის კი განახორციელეს თურქეთი ეცდება და არ ნაკლებად შემოუშვებს ამ რეგიონში შავი ზღვის რეგიონი იგულისხმება ჩინეთს და ამიტომაც არის ხოთაშორის ანაკლის ჩინეთისათვის სრული გადაცემა პრაქტიკულად სრული გადაცემა თურქეთისათვის არც თუ სასიამოვნო და ამიტომაც თურქეთი თავის მხრივ საკმაოდ მძლავრი პორტების აშენებას იწყებს და აპირებს სწორედ შავი ზღვის რეგიონში ეგ რა მაგის პასუხია და ბევრი რამის თქმა შეიძლება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თურქეთი იყო, არის და იქნება ჩვენი პარტნიორი, რომლის ევროკავშირში ასე მაგალითად ევროკავშირში შესვლა ჩვენთვის როგორც სახელმწიფოსთვის გარდაულა და აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ ქემაინს გვეყოლება ევროკავშირის ქვეყანა როგორც სახმელეთო მეზობელი ჩვენ დღეს არ აკვავს ევროკავშირის ქვეყანა როგორც სახმელეთო მეზობელი არ არის თურქეთი და ეს სასაკვირველია ცუდია ჩვენ თურქეთს როგორც ქვეყანას უნდა ჩამჭიდოთ ხელი თურქეთს როგორც ნატოს ქვეყანას და უნდა გამოვიყენოთ მისი უზარმაზარი რესურსი პოტენციალი ის უნდა იყოს ჩვენი მთავარი ლობისტი ასე ვიტყვი ნატოში ინტეგრაციის გზაზე ოღონდ ეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას და მის მორჩილ მედიას ვერა და ვერ გაუგია და პირიქით ისინი ყველაფერს აკეთებენ რომ შეგაძულონ თქვენ თურქეთი და საერთოდ ყველა გარშემო მოთამაშე გარდა იმ მოთამაშეებისა რომლებსაც ისინი ანუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ეტენება ასე მაგალითად ჩინეთს ეტენება დღეს კობახიძემ თქვა სრული აბსურდი ციტატას გაახლებთ ახლა ეს გაზიარებული ქონდა ლევან გახელაძეს და ჩავხედავ კარგია რომ მახსოვს რომ ლევანს ქონდა გაზიარებული და ნათქვამი კი არა გახსენებული დიახ ხო უთქვამს აგეტაბულას აქ და ლევანს აქ გაზიარებული ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა სოფლიო პოლიტიკაში ერთადერთი წარმოიდგინეთ რა სისულელეს ამბობს კობახიძე სოფლიო პოლიტიკაში სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებებიო დიახ თურმე ჩინეთი ყოფილა ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო ანუ ზესახელმწიფოზე თუ ვამახვირებთ ყურადღებას გამოდის რომ კობახიძე რუსის აზრით ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მშვიდობიანი სახელმწიფო მოახსენეთ კონგრესმენ ვილსონს ან სენატორ რიშს რომ იქნება მიაწვდიდონ ხმა პრეზიდენტ ტრამპს რომ ეს ირანელებთან ჩახუტებული და პოლიტიკურად გასანადგურებელი კაცი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ამშვიდობიან ზესახელმწიფოს უწოდებს ეს ყველას ბოსტანში ჩარტყმული სიტყვა ამ თმაფუჩეჩა არამზადისა რომ ვიცოდეთ მაინც და კიდევ ერთხელ მედიათ წოდებულს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს რაც არ უნდა იბჟოტიალოს ამ კობახიძემ რაც არ უნდა კარდი გამოაქვეყნოს კარგმა მედიამ ტაბულამ და ცხადია რომ კარდი უნდა გამოაქვეყნოს უფრო ზუსტი რომ იყო ამას თუ ინტერპრეტაცია არ მოხმა და მედიამ არ გააკეთა შესაბამისი კომენტარები არ გააკეთებინა სხვებს შესაბამისი კომენტარები ცუდი კი არა კობახიძისთვის მიმართ კრიტიკული და არა თქმევინა მისსავე სპიკერებს რომ ეს რასაც ამბობს კობახიძე არის რუსულობა მაშინ მედიაც თანამონაწილე გამოდის იმ დანაშაულისა რომელიც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსთავი ორი თუ იმედი პოზიტივი თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არც ერდოღანის სიტყვას გაგაცნობენ კარგ სიტყვას მათ შორის თქმულს ირიბად თუ პირდაპირ საქართველოზე და არც კობახიძის ამ სიტყვას არ დააგმობინებენ ან გააკრიტიკებინებენ მის სივრცეში მისულ სპიკერებს რომლებსაც წესით სათქმელი აქვს შემდეგი რამ რომ კობახიძემ ამ სიტყვითაც თქვა რუსული მესიჯი გააგვიზიარა დიახ პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი დადგება კობახიძისა პაპუაშვილისა ივანიშვილისა მდინაძისა და სხვებისა ხოლო ის ადამიანები ვინც ამას ქმნიდნენ ამ პროპაგანდას ეწეოდნენ და ამ ასე ურტყავდნენ დანას ზურგში ქართულ სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები ისინი ჟურნალისტიკის სფეროსაც კი ყოველ შემთხვევაში ნორმალური ჟურნალისტიკის სფეროს თვითონაც უნდა ისგავ
გაუკეთებიათ, უბრალოდ ვერ გაეკარებიან. ერდოღანი არის დიდი ლიდერი, თურქეთის ჩვენი პარტნიორია და გააშუქეთ, რომ მას, ანუ თურქეთს არანაირი პრეტენზიები საქართველოსთან მიმართებაში არ ჰქონდა, არ აქვს და არ ექნება. ხოლო ერთადერთი მტერი არის არა თურქეთი, არის არა ევროკავშირი, არის არა შეერთებული შტატები, არამედ არის სწორედაც რომ რუსეთის დედა საიმას ქნებელი იმპერია. ნახვამდის.